აი, წარმოიდგინე ეს რაღაცა, რომ მარკეტერი, გაყიდვების სპეციალისტი და NLP-ის სპეციალისტი არიან ფეხბურთელები. შენი აზრით რა პოზიციაზე ითამაშებდნენ თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე? თავდამსხმელი იქნებოდა გაყიდვები. ოკეი. ესე იგი, ნახევარმცველი იქნებოდა. თავდასხმელი გაყიდვებიო? ხო. თავს ესხმით, აბარაშვილი. არა. ნუ ეხლა მან სხვადასხვა იმითი ტაქტიკით ესხმით თავს, მაგრამ ხო ესხმით. ესე იგი, ბოდიში. ოკეი. ვინ პოზიცია ვთქვით? ნახევარმცველი, ხო? ნახევარმცველი, შენ ეს დააძროვა, ხო? მარკეტერი იქნებოდა, მარკეტერი იქნებოდა მწვრთნელი. ოკეი. არა. პატივია, მაგრამ ხო, რაღაცა მე მგონია რომ აი სეილებს ვინც ასე ვთქვათ, საგოლე იმას უქმნის. ას ვინც აძლევს? აუ, ის როგორ ამბობს ჯორჯი, რაღაცა პასიო თუ რაღაცა ჩაწოდებაო თუ ბომბარდიერიო თუ? ხო, აი ეგ იქნებოდა. არა, გაყიდვები გამოგვივიდა ბოლოს. არა, ესე იგი ჩვენ ვამბობთ, რომ გაყიდვები იქნებოდა ალბათ ცენტრალური ფორვარდი, მარკეტერი იქნებოდა კვარაცხელია. რა პოზიციას არის ეგ? ხო. ვინგერი? ხო, არა? ანუ საგოლეგა. ხო. მე გაწვდით ბურთს. ხო. და მე თქვი რა სიზავთ? ოკეი. არა, ოღონდ ბურთიც კაი უნდა იყოს ახლა ეგ. ბურთი იქნებოდა NLP. ოკეი. აი, ისა რა ქვია, აი იდეაში ძალიან კარგად ჩანს, მაგრამ ბავშვი რამდენად მნიშვნელოვანია გაყიდვების სპეციალისტისთვის კარგი მარკეტერის საპორტი. ანუ შენ როგორი მაგარი ცენტრალური ფორვარდიც არ უნდა იყო. ხო. თუ ვიღაცამ მეკარესთან ერთ-ერთზე არ გაგიყვანა, გოლებს გაიტან ხოლმე, მაგრამ ძალიან იწვალეთ რა. ანუ შეიძლება ჰალანდი იყო, მაგრამ დე ბრუინი თუ არ ყავს აზრი არა.